საერთაშორისო ფესტივალი თეატრალური იმერეთი გრძელდება. მესხიშვილის თეატრმა გუშინ ზესტაფონის სახელმწიფო პროფესიულ თეატრს უმასპინძლა. დამსწრე საზოგადოებამ უკვდავი სპექტაკლი ყვარყვარე თუთაბერი განახლებული ელემენტებით იხილა. მედროვეობა, ტყუილი, პირფერობა, ცრუ პატრიოტიზმი ეს ყველაფერი დღევანდელი საზოგადოებისთვისაც არ არის უცხო, თუმცა თანამედროვე ყვარყვარე თუთაბერი მაინც განსხვავებულია თავისი წინამორბედისაგან, რადგან აქ მოხმედება ხდება 21 საუკუნის საქართველოში და სწორედ ამ საუკუნის ადამიანთა მანკიერ თვისებებს ავლენს. რეჟისორმა ვატო ჯუღელმა საზოგადოებას ყვარყვარე თუთაბერი მუსიკალურ სატირად წარუდგინა და საზოგადოება ნამდვილად მოაჯადოვა. ზესტაფონის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სპექტაკლი ყვარყვარე თუთაბერი თეატრალური ფესტივალის უშანგის გრან-პრის მფლობელია. მადლობა მაყურებელს ყოველ ჩვენ სპექტაკლზე ესია და ყველა სპექტაკლზე და ეს სასიხარულო სახეობისთვის მაყურებელი არის, რა ვიცი, ბედნიერება და რაც შეეხება ხა ჩემ პერსონაჟს, ვიცით პოლიკარპე გაგაბაძე, ვიცით ყვარყვარე თუთაბერი, ცოტა ინტერპრეტაცია რაღაც ჩვენებული უფრო თანამედროვე შეტანილი გვაქვს პატარა შტრიხები, მაგრამ ნუ არ ვიცი, ალბათ მიიღო მაყურებელმა და უშანგის შემდეგ, უშანგის თეატრში ყვარყვარეს თამაში ცოტა არ არის ადვილი, მაგრამ აი ჩვენ ჯგუფთან, ჩემს მსახიობებთან, რეჟისორთან, მუსიკის პედაგოგთან, ქორეოგრაფის პედაგოგთან ერთგუნდად შევიკარით და ალბათ შედეგიც დავდეთ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფესტივალს. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია თავისი არსით რეგიონალური თეატრების განვითარებისთვის და უკვე მრავალი წელია რაც ამ ფესტივალში ზესტაფონის თეატრი იღებს მონაწილეობას მანამდე სანამ მე დავიწყებდი უშუალოდ მუშაობას ზესტაფონის თეატრში მანამდეც და საკმაოდ წარმატებული გასვლები ჰქონდა. მოიხსენებათ ეს უკვდავი თემაა პოლიკარპე კაკაბაძის ნაწარმოები, რომელთაც შთაგონებული ვიყავით ზოგადად მთელი შემოქმედებითი ჯგუფი. და რა თქმა უნდა რაღაცები ჩვენ ავიგეთ დღევანდელობიდანაც ნახავდით ხო და აგვირდებოდით ეგრეთ წოდებულ ფსევდო პატრიოტულ შეხედულებებს და ვითომ პოლიტიკოსებს და ასე შემდეგ სინამდვილეში კი ჩვენ ვიბრძვით იმისთვის რომ რაღაცა ადამიანურ ღირებულებებს გავუფრთხილდეთ. სწორედ ეს იყო ჩვენი სათქმელი. მე მგონია რომ მნიშვნელოვანია თეატრი ეხმიანებოდეს მიმდინარე მოვლენებს და ოღონდ არ უნდა იყოს რაღაც თვითმიზანი მხოლოდ იმისთვის რომ ვიღაცა ან გავაღიზიანოთ ან ვიღაცას რაღაცა გული ვატკინოთ. მე მგონია რომ მარადიული თემებიდან და მარადიული ღირებულებებიდან უნდა ამოირჩეს რაღაცა მნიშვნელოვანი ან ნაკლოვანებებზე ან პირიქით ან მანკიერ მხარეებებზე ან პირიქით დადებით თვისებებზე. ჩვენ შევეცადეთ რომ ეს თანამედროვე ფორმები რომელიც შემოვიტანეთ სპექტაკლში სწორედ ამის გამომხატველიც ყოფილიყო. ზესტაფონის თეატრი მართლაც დიდი ისტორიისაა და ჩვენთვის ყველა ფესტივალში მონაწილეობა მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით თეატრალური იმერეთი, რომელიც აგერ წლებია უკვე მოდის ზესტაფონის თეატრი ყოველთვის წარდგება ხოლმე თავისი სპექტაკლებით და მე ვიტყვი რომ დღეს მართლა ფურორი მოახდინეს ძალიან საინტერესოდ
შექმნილი სპექტაკლი იყო, ახალი ხედვები, ახალი გამოვლინებები და მე ვფიქრობ, რომ მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო. ულოცავ ჩვენ დას და მიხარია, რომ ზესტაფონის თეატრი ასე ლამაზად წარდგა ქუთაისელი მაყურებლის წინაშე. Shame is over me.